და ამაზე იყო კიდე კამათი ქონდა ტერმინატორზე და სტალონეზე და ჯორდანზე და ფედერერზეც ვიკამათეთ, მაგრამ მაგაზე არ გაგიგრძელა. მოგეთ ვიკამათეთ ვის უფრო მაგარი კარიერა ქონდა? არა. როგორც მსახიობი. მე კონკრეტულად როკიზე მქონდა ლაპარაკი. რა გაცილებს? რამდენად სწორია ეს პოდკასტის დაწყება ამ თემით. ფერმა გამორთა უკვე. ხო, მინდი მაგალითად რა. მაგრამ ვინც შემორჩა ისინი ორმაგად გვიყვარს რომ აგრძელებენ მოსმენას. სტალონე მოერევა თუ შვარცენეგერი. სტალონე მოერევა თუ შვარცენეგერი. 2025 წელი. ხო და ნუ მოკლედ მე ვამბობდი რომ შვარცენეგერი მოერევა, იმიტომ რომ ტერმინატორში აქნა თამაშები და პრედატორში. ეს არის ორი პრედატორი არ არის. ბევრად აიკონიკ არის. არ არის პრედატორი. აიკონიკ არის, იკონური რო გადავთვალე. ანუ ბევრად ისეთია საკულტო არის ვიდრე რემბო ან როკი. როკი არის რის საკულტო. საფუძველზე ამბობ მაგას. რისი და ნუ აი რაღაცა დამოკიდებულება რო ვიცი ფილმების მოყვარულების. მეცნიერულად არის დამტკიცებული. მეცნიერულად არის დამტკიცებული. ChatGPT-ს ვკითხე იმ დღეს და მითხრა რომ ეგრე არის. არა, ნუ აი რემბო ცოტა ის არის რა, არასერიოზული პერსონაჟია. ანუ ტერმინატორი რემბოს ერევა. ანუ ერევა ფიზიკურადაც აი ორი რო აჭყუბო. და ერევა როგორც პერსონაჟი, ანუ როგორც კინოს ისტორიის ეხლა მოდით ობიექტურები ვიყოთ რა. შვარცენეგერი როგორც მსახიობი ტერმინატორში. ხო. არ არის ისეთი, როგორც როკიში არის სტალონე. და თან ბევრად სტალონემ ბევრად რთული გზა გაიარა, სანამ ვარსკვლავი გახდებოდა იქამდე. მაგალითად, ძალიან გაჭირვებული იყო სტალონე. და საკუთარი ძაღლის გაყიდვაც კი მოუწია რაღაც მიზეზების გამო. და შემდეგ ძაღლი რო გაყიდა. შემდეგ წარმატებას რომ მიაღწია და ფული იშოვა. ძაღლი გაყიდა რაღაც. აი როგორი ის არასერიოზულიც არის რემბო პერსონაჟი, ეგეთი ძაღლი გაყიდა. ეს ძაღლი მე იყიდა ისევ. ბევრად უფრო ძვირად. წარმოიდგინე. თხა გავყიდეთ, ხა ვიყიდეთ, როგორ არის გა. ეგ სხვა რაღაცაზე. ვაჭრობაშიც ნიჭიერი ყოფილა. სერიოზულად თუ გინდოდა